მამაზად მეცოს, კარგად გამოვიყურებოდი. ალბათ იმიტომ რომ აქ დავიბადე. აქ გავატარე ბავშვობა და დღემდე არ ვწყვეტ ურთიერთობას ჩემ მშობლიურ მხარესთან. და ერთ დავადია. აქ ცხოვრობს ჩემი საყვარელი ბებია, რომელმაც მე გამზარდე. ახლა ხან იმერო ესკიზებს დავიწყე და ამჯერად ძველი ფოტოსურათების გადასათვალიერებლად ჩამოვედი. გოგონა, ას ვერ დამალევინე? ახლავე ბატონო. თქვენ გონიათ მართლა მოკვდა? არა, გათხოვდა ბატონო. მამა ქალიშვილის გათხოვების სასტიკი წინააღმდეგი ყოფილა. გოგო მაინც გაპარულა სახლიდან გათხოვეთ. ახლა სამი შვილი ყავს და მამამის მაინც არ სურს შეურიგდეს. დიდი მადლობა. არაფრის. მარიამ ბები ახალგაზრდობაში. დავრდომილის ნეული უნუგეშოთ დირიმე რავქნა გენაცვალე რავქნა შენი რავქნა გენაცვალე რავქნა შენი ჭირი რა ძირფასი სიმღერა ცოდნია მაგ შენ ძმისთვის მოდი ჩემ ნახულ დაღნაბას გოურიგო ერთობ კარგი ხვალ და შეუძლი შენთვის კარგი ქალი ყავს და სასწრაფოდ აქანაგაჩტი გადასანახულება ახლა სხვას დავემონე რავქნა შენი ჭირიმე ახლა სხვას დავემონე რავქნა შენი ჭირიმე ალამბიზია ქალის გადასანახულებლად მივივარ და ჯორი უნდა მათხო ბედია აგერ ადაგულე ისი კალია ვიდო
მერე გეტყვი, მერე. ახან თაშაგაცა. თუ აღინა მეტყვია. აბა, ხვალსაღამოს ჩამოგიყვან. მე სახელი მოგიყვან. გამოაგია ხათე. წამოდი შეშეჩერებულო. Xeyvanışı davutğış Vicak martoka Seremlim diyoda Siguri zelo Მაგრამ სიკვდილი შევდენ არა არ მოშესანდრე მახსოვს მეიზრო ხოცავ ბარნაბამ შიფშიზეთ. აბა. აბა გასო. მოუშევო მოითა ჩქარა. დაუდარაჟდით ბარნაბას და რაღაც გამოჩნდება აქეთ გამიქეთ სიცუყე. ახნერთი გოუწყესა. გამოდი ჯოროფი. რა ვიფიქრო აღარ ვიცი. შეგაცხვია ღმერთო. გეყობა. მოდი, გამოდი, შეგაც. ას. წამო. დაი. ასე ჯობია შეგაცა. აჩო. ჰე.
მარიამ ბებია და ბარნაბა ბაბუა ბოლოს მაინც დაქორწინდნენ. მოდი შედა. შენ კიდე გაბრაზე დედიკო? არა. აბა ვინ მომერევა? ელა რა ფერიკინო. ელა. მოხუდი. არ მოგცემ. მომეხუდი შენ მამაძე. არ მოგცემ. აბა, რა ფერიკინო. ელა ბარაკე. ბარნაბა ბაბუა ომიდან აღარ დაბრუნებულა. მარიამ ბებიამ დედის წვალებით აღზარდა და ფეხზე დააყენა შვილები. დედაქალაქში გააგზავნა უმაღლესი განათლების მისაღებად. ხოლო ფუცა დარჩა შინ და ისიც ქალაქისკენ მიილბოდა. დედა შორს იყო წასული. და ახლა მე და ჩემს პატარა ძმას ბებია გვიწევდა დედობას. რამ ბავშვი ვიყავით ამ ეზოში მეზობლის ბავშვები. სულ აკლებული ქონდა ახლა. დედა, აბრეშუმი დააყურე, სახლი დავალაგე, წავდი ახლა თეატრში. დედი გოგოს ახში თქვენ შენ გეუბნები. თეატრი არ გამაგონა მე შორომ შეგეშალოს იქიდან რამე და ხალხოს იქიდან და უნდა შევეშალო. უნდა მიმიდე და ჟორჟიკა გავლანცა. სწორედ ასე უნდა. ვერ წარმომედგინა მაშინ, რომ ჩვენს თეატრზე უკეთესი თეატრი ამ ქვეყნად სადმე არსებობდა. რა დიდი დღესასწაული იყო ჩვენთვის ყველა დადგმულ წარმოდგენაზე დასწრებული. მთელი დღის განმავლობაში ვემზადებოდი და ტანში სასიამოვნო ჟუანტელი მივიდე და ჩემ თავს რომ მაყურებელთა დარბაზში წარმოვიდგენდი. ღმერთო, რა საზეიმო წუთები იყო, როცა ვიჯექი და ფარდას თვალს არ ვაშორებდი, როდის გაიხსნებოდა. კარგად ვიცოდი სპექტაკლი 8 საათის, მაგრამ ხამის 12 საათზე დაიწყებოდა. მაინც დაწყებამდე ბევრად ადრე მივდიოდი. იქნებ კარი მალე გააღონდა წინა ადგილი დავიკავო მეთქი. ადგილები არ ინომრებოდა და სკამზე დაჯდომა მისწრებაზე იყო. პირველ საათს არაფერი არ ქონდა წარმოდგენა რომ დაიწყო. ოტელოს როლს ასრულებდა მათემატიკის მასწავლებელი ვარნა მხვიჩია. იაკოს კლუბის მთავარი ბუღალტერი სევერიან წიბძივაძე. დეზდემონას ბანკის მოლარი ფაცია გაჯაია. მე მოვტაცია მოხუც ქალი. ისიც სწორია რომ მე იგი ცოლად შევირდი. ეს არის ჩემი შეწოდების ავი და ბოლო. ჩემგან გამოვლილ ჭირთათვის მან მე შემიყვარე. მე შევიყვარე ჩემ და ჭირთა სანაცნობისთვის. არ მიხმარია ამის მეტი ჯადოთილის. აი, აქ მოდის დეზდემონა. კითხეთ მას თვითონ. შობელო ჩემო, დიდებულო, მიამასავ გძნობ, რომ შუა არის გაყოფილი აწვალი ჩემი. თქვენ უფალი ხართ ჩემი, მე კი თქვენი ასული, მაგრამ აქ ადგას ჩემი ქმარი. მე ვითხოვ ნებას თქვენგან, რომ ჯეროვანი მოვალეობა ვუძღვნა ჩემს ქმარს და ჩემს მეუღლეს. რადგან ოსმალოს გემთა კრებულის დაღუპვის ამბავი მოვიდა, ჩვენმა დიდმა და სახელგანთქმულმა გამგებელმა ოტელო მისურვა, რომ ყველანი მხიარულებას მიეცნენ. გაგიცებით რომ მე ამათ კიდევაც შემაქეიფიანეს. აბა ეგ რა სათქმელია? მეომარი ნუმერქოს თუ ნახევარ ბოძზე ხვინა მოიტანეთ. შუკა შუკა შარა შარა უკან უკან ჩარა ჩარა ხტებებზე მიდა სოფლები მოყრები და მეზობლები ზელარკამში ამოსულა ხამთაღანაც ისინა შეჩინებული სიმღერა.
ადილა 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 საყვედური ღირსი ხარ, სწორედ. იქით გამშვარდი! ეგარ არის ეჭვიანიო, მე არ მინახავს. მაგისაგან ჯერეს ამბავი. უთუოდ რაღაც თილის მაიმ ხელსახოთში. ზუხარ მე თითათმის დაკარგვას. 1 და 2 წელი არ აკმარა გასაცნობად მამაკაცისა. ის სტომაქია, დედაკაცი იმისი საზრდო. ჯამს ვიდრე შია და შორს ისვრის რო საივსება. წადი რა, წადი. გამანებეთ თავი ერთი. კასიო, ახალს რას იყვი? მე ჩემი თხოვნა მინდა გაგიმეოროთ. ამაოც დილო. რას მიგწანებთ, ჩემო ბატონო? გადი აქედან. თვით მოგიხმობ ცოტა ხნის შემდეგ. რაც კი ამ საქმეს შეეხება, გადი გამშორდი. რას მემუქრები? რისატანაც კი შემიძლია იმდენს ვერ მავნებ. ო, ჭკუა მოკლე დამთხეულო. ისე დამაინტერესა სპექტაკლმა, რომ თვითონ არ ვიცი როგორ აღმოჩნდი სცენაზე. მაგ შენი ხმლის არ მეშინიან, უნდა ყველას ვაცნო. ამბავია, რა მოხდა? ხუთსიგდება 20 ჯერ მომკლას. გვიშველეთ ეჩქარა მოგაშელენით. ხალმა მომიკლა ხალბატონი. ამბავია, რა მოხდა? ო, უგნუროსულელო მავრო, შენ რომ ამბობ ის ხელსახოცი მე თვით ვიპოვე უცაბედად და ჩემს ქმარს მიდევ. უხუცეცაში არ მოინახოს ქვაკუზე თუ არ მეფისაგენ. ო, ტკბა და კარგულო, ეს უწინო რაღირსი იყო იმ შენიერი, ხატვი წოლი. ენდი, უთქმელო, აბა! ისი ებოშ მოშოთ აქედა. ჯორჯი გამიზია მამია კარები ასე არ ვიზამ. აპირებს იაგოს მოკლას, მაგრამ ონტალო იარაღს წართმევს. უი, შეგაცხვინა მე. რამოთქვი? ჩემი სიკვდილი. ო, შეცოღლიშვილო! აიზრა ჩემო შემარცხილი. ხანჯალი ამეიღო შეგახო რომ გოლში ამისმელა რომ დემაკის სამართლი არა ტეთიანჩი მე აი ახლა მარიამ დაწყო აი მარიამ დაწყო ხოცანი ხავშია არჩვეულ უხვაჩრებ გაკოჩიოდა როგორც ფისით ხოსტამულა ხარაბეთი ეს მოვედიბე ასტობეთ ხასის და თაუმასეთ და ცერთხელ ალეპოშ ოსმალო ვინმე თავს რიგად გმრის სიამაყით გულზეთ მოხსული ვენეციას ასემდა ამის ქვეყანას უშვერი სიტყვით აგინებდა მივწივე ხალში მყოფად წავსა და დავკავ აი ასე Você chegou a sujar?
ჩემი დებილი. თუ გადაუდებელი საქმე არ გექნება, ისე ქუჩაში ნუ გამოხვალშილო. არა, ლამაზი ქალიშვილი, ქალი ქუჩა რომ დეია. მივიდა. არი, გააჩერე შენგენაცვა. შედი ახლა მოწდები მიყავს. შენ არის ჯავრები? აბა შენი ცირაჭყუი ტიპინები. რაც ჩახვალ წერილი ინგლისში მომწერილია და ავტობუსიდან თავი არ გამოყოიცოდე. არა ვარ ზაგარიგებს ყველაფერი ისე გააკეთე შვილო. უფროსებს პური უვდე, ყორიფელი დაუჯერე. მატარებელი კარგად რომ გაჩერდება, მერე ჩაჭეკ. აბა შენი ჭუი. მატარებელი კარგად რომ გაჩერდება, მერე ჩამოდი. კარგად ისწავლე შვილო, კარგად, არ შემარცხვინო. ძალიან არ უნდოდა ბებიას, მაგრამ თუცა დღეს მსახიობია და თქვენ წარმოიდგინეთ, კარგი მსახიობით. მე და ციალა. ამ ბაღში ყოველ დღეს ასწაულზე ალეგრა იმართება. მთელი დღის განმავლობაში დიდი მოსამზადებელი მუშაობა იყო გაჩაღებული. საღამოს ბაღის კარი დაიკეტებოდა და უბილეთოდ არავის უშვებია. ჩვენ ბავშვები, რა თქმა უნდა, მაღალი ქვის ყორიდანაც შესანიშნავად ვხვდებოდით და ისე შევიპარებოდით ხოლმე უბილეთოდ. შეყვარებული წყვილები ისმიან. მახსოვს, ჩემი დეიდაშვილი ხიტუ იჩდა ხოლმე ეგრეთ თავის სატრფო ნათელასთან. ხიტუმ დედა ადრე დაკარგა და მასაც ბები აზრდიდა. ჩვენ ბავშვები როგორც კითხვას შევავლებით ხიტუს ნათელასთან ერთად, მაშინვე ბებია ჩემს მიურბეინებდით ხოლმე ამ ამბავს. ბებია, სათხა! აგერ ვარ, შვილო, რა იყო? ბებია ხიტუ და ნათელა ერთად არიან ბაღში. უყურე შენ მაგას? Gazeta kadar. Bas, ho, mi qoro saklamak. Mopritanta pisam, shabarasisam. Matshaus maga. Asta teli დღე დატანტალებდეს, მოწაფე ქუჩაში ვისახოთ, ამის მეტი არ მინახავსე. რაც იმავს გადაეკიდა წიგნის კითხვა აკრძალა. მობრძანდები სახლში, ვაჟბატონი.
გათხოვე პასუხია და შეყვარებულებთან ერთად კინოში მიდიოდე. რაიო რასაბუქ ბაზარი ქალაქში რა გვინდა კაში გავიქცე არა ბებელა წავიდეთ ქალაქში ვეძიო ჩვენდე ისო სტუთოს ბაგარე შენთან ყველგან ბედნიერი არ დაგვიდეთ იდო იქნებ ბიჭო ლადარია რა ბიჭო ხალი ხალხებადა დამთავრდა წაით სახლში უხრამ ხელად ყუცა ნახეთ რა უთხრობებია შენ და შენ საწოლე ქუთაისის გზაზე რომ ისერნობდით რაიო? რა საწოლეო? იდა ბიჭო შენი საწოლე შეხვედო უკოთა შენ საწოლე მაგმეტია სუჯერე მარიამ ბებია რომელი ხარ მე ვარ შალვა მე რა შორი დაინძახ შეკაც გამარჯობა გაგიმარჯო შილო ხმე მოდი ეს არა რა იყო შილო რას გვიბძანი თვითონ ცოლი შეერთო ცოლი ვინ შეერთო ათელა მოდი არა ვალო მეჩქარება შადრეს მაგის ცოლი იყო ჯერ მაგრამ რას იზამდა ბებია უზენაესის წინაშე ღმერთს და ანგელოსებს ისინი უკვე დაელოცნათ სამუდამო ერთგულების განსამტკიცებლად ბებია რა იყო შვილო ბებია ხიდუდან ათელა მევიდა უი twingena ასე გარე უნდა იარო არ უნდა მოხვიდეთ ბებიასთან სანახავად twingena თვალეთ მე შენი ჭირი მე შენი twingena თვალეთ წინვალე მეუღლე დედა და დიასახლისი აღმოჩნდა ბებიას ისე უყვარდა თვალში რომ ჩავარდნოდა ხელს არ ამოიხსნა ბებია ჩვენ კლასში ერთი საცოდავი ბიჭის ტალო სულ ნატუა ჩვენთან კი არ დამარცხებს დაწკვილა გარიგება თავში და ყინოში ფეხში შორი დაიარება იმისი ჭოდი ბაღნამ ყველას გვეწოდება ვისაც ხალე კი მაგრამ დედმამ არ ყავს თუ იცი არ ვიცი
არწბები აყავს აწი? რა ვიცი. სალამი. აბა ბავშვებო, ახლა ვთქვათ, რა სარგებლობა მოაქვს შინაურ ფრინველებს. აბა რომელიმე ტყვის რა სარგებლობა მოაქვს ქათამ. აბა გოგო შენ მითხარი? ქათა მიგვაძლევს ხორცს. კიდევ? ბუნდღას. ოჩა დაჯექი. აბა ახლა ვთქვათ, რა სარგებლობა მოაქვს კვატას. მინიტყვის? აბა შენ გოგო? კვატა გვაძლევს ხორცს, კვერცხს და კიდევ ბუნდღას. ოჩა დაჯექი. აბა ახლა ვთქვათ, რა სარგებლობა მოაქვს ბარს. აბა შენ თქვი? ბატი გვაძლევს ხორცს, კიდევ? კვერცხს კიდევ? და ბუნდღას. ოჩა დაჯექი. აბა ახლა ვთქვათ, რა სარგებლობა მოაქვს მამალს. აბა შენ კაცარება? მამალი გვაძლევს ხორცს, ბუნდღას. კიდევ? კიდევ? აბა ბავშვებო, ვინმე ტყვის კიდევ რა სარგებლობა მოაქვს მამალს? აბა ბავშვებო, რომელიმე ტყვის კიდევ რა სარგებლობა მოაქვს მამალს? აბა ვინ არის ყოჩაღი და ვინმე ტყვის კიდევ რა სარგებლობა მოაქვს მამალს? აბა ბიჭო, მთელი წლის განმავლობაში რომ არა მოგიღია ხმა, ახლა რას ბეტყვი, რა სარგებლობა მოაქვს მამალს? ჩინჩლავს. ახლა მე გამოდი და დადექი კუთხეში, ჩქარა! უზრდელო! ოჩა, კარგად მოგიფიქრებიათ. ობოლს დაგაჭირებულ სწორედ უნდა დაეხმაროთ.
სეზონში რაც ხმაურია, ნეტარი მინდა იყოს, წავალ ერთი და გევიდე, რომელი დე არის. არა, მაინც მინდია იყო სეზონში, წავალ ერთი ლელას დაუძახებ და მე მეხმარება. ლელა რა გინდა? აქ ნიკოს ბახტე ქვეყანა პეცეტონი იბია მისვლას და დავყრიფოთ. შეკიდო კანეჭი ხარ, წადი. გელი ცხაყოქილა. უყურე რა დღე დავაყენო. აი შერუქაია. აი ბატონ რანდავია. რა გინდა და შენ შემოჯახში. ბატონო ძროხაიგო და გადავდენე. ძროხავია ახალ. ძროხაიას როდის ჭამს. ჩივა ხომარა. აი არა შენ გაიკალი. რატომ არა ვარ? არა ხარ შეგოუნე. რატომ არა ვარ? აბა ხვალ სადაც საჭიროა იქინე მოვა. იქინე? ო იქინე რა არ მოვა. ასე ბედეძვანი იბის გული დაიწყო და აი ვი ასე და თუ მიდიოდი ლელა ლელა ერთი ზღაბო წამალკარი შენ იქინე შალვა შემდერდი კაკუ მოგთან რადგან დაიბარეთ ბატონო თქვენ რეიზა დაუკრიფე შენ ჩემ ბიძაშ ნიკოს ე აიყო შეკაცო რა ხეთი ორია მოწვიდე ხო გამახსენდა ბიძაშ თქვა პანჯელებს და 100 კანა მილიონიას მისცემ ჯუჯუნა ციმა მოვიდა დიდი მინდორი დანამა დიდი მინდორი დანამა ვინ ჩვენზე ცუდი რამე თქვას გული გაუფოს დანამა კიდევ არის ვინ ჩვენზე ცუდი რამე თქვას გული გაუფოს დანამა გული გაუფოს დანამა ჭრელო პეპელა გაფრინდინელა დელიავრანუნი ახლა ერთი კიდევ იმღერა დელიავრანუნი ახლა იცეკვე ჰოპ 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 ოთხმოცი კავიკი და კიდო მანეთი თითურა ბევრია აღებული თანხა დიდი სამბით გადავეცი დობოლა მხარად ადექით ხედავ მეცხვარეს ჯოხით მხარზე დამ წინუძღვის სხვარსა მიდის თაზე დამ სალამურს უკრავს ზარის ხმაზე დამ სხვარის ბერი ხავს თავის თმაზე და ვიღაცა ურევს ვიღაცა ხედავ მეცხვარეს ჯოხით მხარზე და წინუძღვის სხვარსა მიდის მთაზე და სალამურს უკრავს ზარის ხმაზე და სხვარიც ბერი ხავს თავის თმაზე და ჯამი ჭურჭელია
აბა გავიმეოროთ ბავშვებო. ჯამი ჭურჭელია. ფინჯანიც ჭურჭელია. გავიმეოროთ? ფინჯანის ჭურჭელია. ძაღს ჯაჭვით აბამენ, ძაღს აბამენ. ჯაჭვით. გამეოროთ. შეჯილი ბიბინებს თუ გიჯიკეთ კეთომ პაპას ატმის ჩემი მიაწოდა მასწავლებელო ჯოლოკა მიქიჩებს ბიჭო ერთი უჯიკე მაგას უჯიკე ბიჭო აი, საწოდაო, თვითონ საჯიკებელი ხარ, შენ ვის უნდა უჯიკო. ზღვის ტალღამ. გოგო, გადმოჯექი აქეთ. ბიჭო, გადადეკეთ. ზღვის ტალღამ ჯებირი გადმოლახა. პატარა ციალამ და ელგუჯამ წერა ისწავლეს კატა წელს და მასწავლებელო იგი ტირის რა მოვიდა? რა მოხდა? რავას ტირის საწოდა იშ მარიამებია რამ წამოგიყვანა გოგო ასე ადრე? ბიჭიც მოდის? მე მასწავლებელმა გამანთავისუფლა გაკვეთილებიდან. დედა მყავსავად და წამალი უნდა მიუტა. ბიჭი დღეს სულ ტიროდა. მასწავლებელმა გითხრა რეიზა ტირიო და არაფერი არ უპასუხა. რა ეტა კაცი? რა ვიცი? ჯამი ჭურჭელია. აბა გავიმეოროთ ბავშვებო. ჯამი ჭურჭელია. ჯამი გამარჯობა თაგაკი მასწავლებელი. ისანა, რაღაცნაირი ცოცხალი ბავშვი იყო. ეს საწყალი კი ელენჩი. ახლა დღეს წელი დღე რა ჯანდაბა ატირებდა? გერიგები. მართლა ბიჭო. ასე შეაწუხე მასწავლებელი. აი გონია კლასში ტირილი. კი მარა რა გატირებდა ბიჭო? აბა რა დამაკინეს გოგოს. შეგარცხენა გლაკი. მე რა მაგითა ტირადი შელა. ჰაუჯის მასწავლებელი ხან გოგოსთან დაგაჯენს, ხან ბიჭთან დაგაჯენს. აბა რა ვაკინდა შურო. ბელია, წავალ ფეხბურთზე. რაიო? რა გოგოს აკინია ფეხბურთზე? ავი ჩემ დეკონე თუ გაჩემ და ვაზე იკონა. ყველა მიდიან ბები არ გაგვიჟირა. არიანებია გამოგეცევა. გამოგე. Patroni,
გულებს შეუბატონო კაცი დააწყეთ უშრაგა თანჯიკია მოუარა ბიჭო შენდა კიდე ერთხელ რო დავინახო ეს ბურთი ჩემს ესებში. ისე დავჭი, რომ სულ დაგუწევდა მასწავლე. გეშკამისთანა გაგონილა? კრუხი ვერ დავაჭირე და ნიახური ვერ გავსარდე ბოსტანში. რანაირი მოვლენები მქონდა ხო გახსოვს? სტუმრებმა ტანსაცმლის გადაცემა ვერ მოახერხეს და სულ შიშვლები გარბოდნენ დილიჟანსისაკენ. იტახიამ საარაკოსის სწრაფით გააქანა დილიჟანსი და ასე გადაარჩინა სტუმართა გუნდი თვებით ჩაქოლეს. Arginda simidis garota da atre. Anis pizzole var. Beria, oya matkorari mo. Kuyeşva. Beria. აიტყნებოით. მობიჯო. Puçeç. Κατσაღლեք. Yalla arkadaşlar. რა შევით ბავშვებო გაგიციდათ საჭმელი. ხომ არაფერი გინდა ოლია? აგერ იქნება ცხელი ჭადი გესიამოვნოს. კი. ბებია ოლია მათხოვარ ჩვენთან რატომ არ ჭამს? როდის იყო შვილო ჩვენთან რო ჭამდა? ეგერ თავისთვის ურჩევ. ჭამთ. მელანო! რა იყო მარია? თავისად მივდივარ და ერთი ბაღნეთს მიმიხედე შენგენ აცვალი არ გადამიწვარ სახარი. Სტადი, ნუ გეშინია. ჩეჩანეთი და დასვი ადამიანი. მორწანდით მარიამდებია. მადლობა. აკეთ მარიამ, აკეთ. მადლობა ჩემო. Elisa, vai che cambia.
მოზვერი ხარ გარაგეშვია გარახმა. არა. ტიტუ! ეფროსინეს ღორებ ხარ შეგიშვია ბოსტანში. არა. ვაი ჩვენცოდვა. დაიწყება დაიბანები რას გახ. ეს უფროსი პარმენ ხუბოა. ჩემი სეკუნდი. მიცვალებულის ოჯახში რიგრიგობით გადაჰქონდათ სადილები მეზობლებს. ბებიაჩემიც რა თქმა უნდა დიდი სმონდომებით აკეთებდა ჭირის სუფლებთან გადასატან ლობიოს. ანა! გამეიარე შვილო, შენ არ გეიარე. მალდივა. აგოგო მოკიდი ამას ხელი და პოლიკარპე ბაბუას ეზოში გადაიტანე. ნელა, ფეხი არაფერს ამოგრა, იცოდე? არა. და მიირთი ცოტა რამე. ვარიკო. რაზდა? სევერიანი. დამორდა.
ჩემი კანტორის ხალხი მოდის და აბა თქვენი ციტატი კაი რამე დავუკარეთ. აგერ მინადო და სეწარი გადავახოთ, ბუსებ მარ შეაწყოს.
მოდი გეღეცები, მოდი შენი ჭირი. გავარჯობა. გავარჯობა. ვიცადე, ახლა ვერ. კარგი, მალე მივდივარ. ნასტია! თამარა, ვასო, ვალიკო! სიძე ჩამომივიდა. მე და აი მასე კერო, კატობებიასთან მივდოდით ყოლების მოსაკრება. დაკრებეთ ყოლები, აკიტობას მომოდოდით, თუმცა ბოკაი ყოფილა აიშობილი. ბოკაიან გამიმეკდა მე, პებელასავით მიფრნავდა ბიჭა იმსახო და მიშველიანა აქანი არ დამტო. კი მაგრამ მე რა უნდა მექნა. ხალხი ყარე ყვანდა ისე ყვარცა მევყვანდი. მაი მასე კერო, ცხენზე კიდე იყო მიყიდებული. კატამიევიდა კაკანო, თუმცა კვერცხ ნადოვა. მე კატამი ჩამოფრიდა, მე ვედი ისევიდა. თუნდა ქვეყანა კვერცხები დაუდია. ჩავიყარა კალდეში და ნელა ჩამივიტანე კიდე ისე და ბებიას მივეცი. ოჩახში, კარი გულოხარ. რა იყო დედა? რა და გადავწყვეტე ბავშვები თბილისში წავიყვანა. როგორც გინდოდა შვილი. იქ ისწავლია. მაგათვისაც უკეთესია და მეც უფრო ხშირად ჩავაგიტო. რა ვიცი ახლა ვის ექნება თბილისში მაგათი მოვლის. რატო, რა უჭირთ? კარგად იქნები. მერთ მაინებოს შვილი. აბა თქვენიც მამიდებს ორი ფელი დაუჭერეთ. იბები. მოდი ჩაჯექი. ჩემი პატარა ტერუკარიჩი. წერს ხომ ამწერ ბიჭო? მოდი. ვა, ჩემი პატარა გიჟოგო. ჩაიციქე. ჩვენ კიდო კი ჩამოვედი. ჩამოხვალ შვილო. აბა ჩამოხვალ. მოდი. ოპა. მოდი პატურია. მოდი ზაღლავი. რა პატურია შენთან წამო. არ უნდა. ვაი მე ის პომაგის თან. აბა ჩაიცით მაგა. კარგად შვილო. აბა თქვენიც ითარ. ჩვენი დარდი ნუ გექნება დედა. შენი ელიკო და ფუცა. რაიო? რობერტო გული გამიხეთკეს მაგ შეჩვენებულებ მაუღურე შენ. დეპეშა როგორ გამომიგზავნე? ой, ბოდიში ბატონო. დიდი ბოდიში ჩემო ბატონო. ბოდიში ხდი შეინჭირი მე. მიბძალი თქვენს ახლებში რა მომივიდა მომივიდა. ბოდიში ნასტია ვალიკო. ბოდიში გენაცვალე. მეზობლებო, მობძანთ სევერიან ჩემო. რა მომივიდა ეს.
რა მიქნეს, რავა შემაწუხებიეს ამდენი ხალხი, უკაცრავად მეზობლებო. დეპეშა რავა გამომიგზავნეს. აი, თქვენ მეისპით. თქვენ მოგეკიდათ ცეცხლ და გაგანია. რა ვარც ახლა მე გადამრიეთ, ისე გადაგრიოთ მამაზე ციერმა. გული რავა გამიხეთქეს შეხალო. რა მიქნეს ესა? რა ვარც თავს არიკავთ აკანი ჩამოსვლაზე. ფეხსა და გაგმევიეთ იცოდეთ ამ ეზოში. და ისე არაფერი უხაროდა ბებიეს, როგორც ჩვენი გამოჩენა ჭიშკარში. ასე ესტუმრებიან ხოლმე ცოტა ხნით მარიამ ბებიას შვილები. ხან ნათესავის ან მეზობლის ქორწილზე ჩამოდიან, ხან ვინმეს გასვენებაზე. ხანაც აკარაგზე წასვლამდე გამოივლიან ხოლმე დედას. ეს მოგალიმე. არა, ეგ არის. აი,
ჩამოდი რა თბილისში. კი შვილო, კი გენაცვალე, ჩამოვალ დედიკა. აბა კარგად არის გენეც. ნახვამში ჩემო სიცოცხლე. კარგად არის შვილო. აბა შენი წერა ჭკვიანად იქნება. ნახვამდის. ნახვამდის დედა.